არა, ცოტა კი მეძინა იმ კერესას ძმაკაცის ჩაის წყალობით, მაგრამ მოღვიძება ეგრევე მახსენდება, რომ ცუდადო არ შულს ვერ გავაჩენ. კაცმა არის ის რა ჯანდაბა მჭირს. კარგი რა, მე ასეთ გეუბნები, ცოტა სიმკურნალებ და შულსაც გააჩვე. არ ვიცი მართლა რა, ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. ყოველ წამს მგონია რომ მოვუკვდები. უბრალოდ ნევროზი გაქვს. შფოთვა, აკვიატება, უცილობა. აი ზუსტად ისეთი, როგორც აღწერან ხოლმე. ფაქტია რომ ცუდად. შენ თიკა გახსოვს? აი მამა რო გარდაეცვალა. მე მოკლედ. დაკრძალვამდე ნორმალურად იყო. მეორე დღეს მთლიანად მოწყდა. არ ეძინა, რაღაც სისულელეებზე ფიქრობდა. გული მისდიოდა. ერთხელ კაფეში ვიყავით და ისეთი ტირილი დაიწყო. ძლივს გავაჩერე. მე მომიყვა რაც ჭირდა. ხოლო თურმე დედამისს აუყვანია ფსიქიატრთან. იმან რაღაც სწავლები დაუნიშნა და ერთ თვეში ძველი თიკა დაბრუნდა. ძილიც მოუწესრიგდა, ხასიათის და კარგად გახდა რა. ხოდა. გუშინას გამოვარდე. დღეში ორჯერ დალიასო. ფსიქოტროპულია, მაგრამ ცუცარებს არ გიზავს. ჯობდა ექიმთან მისულიყავი, მაგრამ რადგან ესეთი ჯიუტი ხარ, ცადე. ხო რა, ცდი რა. გამარჯობალია იქთან. გამარჯობა. აბა, როგორ არის ჩვენი პაციენტი? კარგად არის, ბევრად უკეთი. ძალიან კარგი. ისე იმდენი პატრონი და მომკითხავ ვიყავს, საერთოდ აქ როგორ აღმოჩნდა ის მეკვირს. ისე მშობლები ძალიან ნერვიულობენ. მარტო მშობლები, მეგობრები, აი ის გოგოც, ორსული გოგო სულ აქ დადის. ანაზი, ბუ? სახელი რა ქვია, არ მახსოვს, მაგრამ სულ აქ არის, ხო. აი დღესაც ისეთი გულამოვარდნილი ამოვიდა. კინაღამ ცუდად გახდა. ყოფილი ცოლი ვარო ესე მითხრა. ეგრეა სამწუხაროდ. ხო, არა და კარგი წყვილი იქნებოდა, ხვდებიან ერთმანეთს. რას ვიზავთ? არ გამოვიდა ეტყობა. ხო, ხდება ხოლმე ზოგჯერ ეგეთი გაუგებრობები, მაგრამ იცით რა არის? მე მგონი ამ გოგოს ისე უყვარს. ერთი საყვედური არ მათქმევინა ყოფილ ქმარზე. არა და ხომ იცით, დაშორდებიან ერთმანეთს და ისეთებს ამბობენ. არა ხო, ანა არ არის ეს კატეგორია, ნამდვილად. ხო, არ ვიცი რა და როგორ მოხდა და არც მაინტერესებს, არც არის ჩემი საქმე. მაგრამ იცით, ნამდვილ სიყვარულს რომ წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, ეგ ფაქტია. ალბათ. ისე თქვენი მეგობრის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი, ვიდრე ესეთ გოგოს დავკარგავდი. ესმის ხო? კარგი შეგაყონეთ მე თქვენ. უბრალოდ ძალიან შემეცოდა ეს გოგო და მესმის ყველაფერი და დიდი მადლობა რომ მითხარით. კარგი, შევოვნახო ხო როგორ? დიახ, რა თქმა უნდა. წარმოუდგენელი დღე იყო. მარტო გამარჯობა, ნახვამდის ისე დავიღალე. ეხზე როგორ თქვახარ? იცი რა, ეხლა ვერ გრძნობ ნახლას, მაგრამ სახლში რომ მივდივარ, აი ისე ვითიშები, როგორც კი ვშტები, არც ჭამის თავი, არაფრის საერთოდ. მაგიტომაც ხარ 2 კილო მე. მე ხე კიდე მოვიმატა, იცი რა გამხდარი ვიყავი. გაგიყვან რა. არა, აქვე მეგობართან მივდივარ და თან ფეხით გავისეინებ, მართლა არ მეზარება, არც მეჩქარება, მოდი გაგიყვან. ვიცი რომ საუკეთესო და არაჩვეულებრივი გოგო ხარ, მაგრამ გავისეინებ. მადლობა. კარგი. კაიცნი ხვალამდე. ესე იგი თქვენც ამ დროს ამთავრებთ რა? არა. უფრო გვიანო ამთავრებთ ხოლმე. ესე იგი ბევრ ადამიანს უნდა გალამაზება. გალამაზება ყველას ჭირდება. ხო, ეგეც მართალია. კარგი, აბა, კარგი საღამო. შენც არ გინდა გაგიყვანო, მანქანი თუ არა? არა, ტაქსის გამოვიწახე.
კარგი რა, ჯერ დაგიწერ 17 წუთში მოვალო და მერე გეტყვი საერთოდ ვეღარ მოვდივარ. ისეთი სურათი დამიხატე, აღარასოდეს გამოვიძახებ ტაქსის. ხო და წამოიწაკ. ვა. რა შობია, ბა? დაბრუნდი? არ გამიშვით და. აი რა გეხვეწები უმახსენებ რა. ფაქტიურად კვარი იყავი. რაღაც ნაგავი მომცა იმ ნაბიჯვარმა რა. არა, ბიჭო, მაგას მეც მივხვდი, მაგრამ ამხელაგა ცოტა ჭკუა უნდა კონდეს. მე რაც მინდა ჭკუა, შენ ხომ მარიგება რა. მადლობა მითხარი, შენებს რო არ მოუყევი, რაც გჭირდა. ხო რა. ხო იცი, მირეკავენ მეუბნებიან. სუდად იკვებები და წნევა მაგიტო დაგივარდაო. პოლიცია იყო? არა, მაგაზე არ იფიქრო. ეგეც გვარდება სამართლებრივად. გინდა დეტალები გაინტერესებს? არა, მადლობა. სამაგიეროდ მე მაინტერესებს. რა? და როდემდე უნდა ატარო ეს ექსპერიმენტები? ჯერ იყო ეს სასმელი, მერე ნარკოტიკი, კიდე რასაპირებ, აბა? რო ვიცოდე. სასმას. აიგედება ყველაფერი და წავალ. და ეგ ნამდვილად გინდა? მარტო მაგაზე ვფიქრობ. და იქნება და შეიძლება იმისი მოგვარება რის გამოც გარბიხარ. ხო ძალიან კარგად იცი რომ არ შეიძლება რა. ეგთან სულაპარაკ ეწევა. მერე? ორსული გოგუდადი სულ. მოკლედ არ შორდება აქაურობას და ყოფილი ცოლი. რატომ მეუბნები ახლა ამას? რა ვიცი, აბა მიფიქრე რომ უნდა გწოდნობა რა. ან შნევ რომ ამ ბოლო დროს რაღაც არასწორად ფიქრობ? აი ბატონო, როგორც იტყვი. სანამ საქმეზე გადავალთ. სასამართლოსთვის თქვენი ლიცენზიის ასლი დამჭირდება. კი ბატონო, მოვიტან. რაც შეიძლება მალე უნდა მომაწოდოთ. კარგით, ხვალ მოგიტანთ. ხვალისთვის პროცესის ჩანიშვნაზე მოთხოვნა მაგაგზავნილი და თუ დამიდასტურეს, თქვენი ლიცენზია აუცილებლად დამჭირდება, ასე რომ კარგი იქნება თუ ამ საკითხს დღესვე მოვაგვარებთ, კარგი? კარგით, მაგრამ ეს რატომ ჩქარობთ? გამოძიება დასრულებულია. მოიცა იპოვეთ? თუ წყნარად იჯდები და მომისმენ, უკაცრავად. სერიოზული პროგრესი გვაქვს. პირველ რიგში მანქანაში ნაპოვნ ნარკოტიკებთან დაკავშირებით შენი მეგობრების გარდა სხვა ხალხიც იყო ჩარეული. ნაძირალები. და აღმოჩნდა, რომ მკვლელებით სწორედ ის ადამიანები იყვნენ. ანუ ჩვეულებრივ კრიმინალურ დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე. და იცით ვინ არიან? მეტიც ერთ-ერთი დავაკავეთ სამწუხაროდ მეორე მოასრო გაქცევა, მაგრამ იმასაც აუცილებლად ვიპოვეთ. თუ უკვე არ წავიდა ქვეყნიდან. მე ვერსიაც არ ეკი, შეიძლება უკვე დატოვა საზღვარი. შერჩა მკვლელობა. არა, უბრალოდ დროს წელავს. სადაც არ უნდა იყოს, მაინც ვიპოვეთ და ექსტრადირებით დავაბრუნებთ, ასე რომ. ვამბობდი, ეგენი იყვნენ, ვინც მითვალთვალებდა თქო. შეიძლება. ეგენი არ იყვნენ, ზუსტად ვიცი. საიდან იცით? თქვენ ალბათ არ დააკვირდით, მაგრამ მანქანა, რომელიც გითვალთვალებდათ, ოპერატიული მანქანა იყო. მაიცა, თქვენ მითვალთვალებდით? რატომ? აუცილებლობის შემთხვევაში გამოძიებას აქვს ამის უფლება. რა აუცილებელი იყო ჩემი თვალთვალე? ჯერ უნდა დაგვედგინა ამ პერიოდში ვინმე საეჭვო პირთან ხო არ ქონდათ კონტაქტი. ეგ ერთი. მეორე, შენივე უსაფრთხოებისთვის. ხო შეიძლებოდა შენი მოცილებაც მომდევნებოდეთ, არა? ეხლა რა იქნება? თუ თქვენი ძმის უსაფრთხოებაზე მესაუბრებით, მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ხოლო რაც შეეხება განაჩენს, ეგ უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის.
რა თქმა უნდა. სასამართლოს უნდა დავალოდოთ. აი მე ხმირთადას გადავრჩი. აგრასაგეთ. აიო. რა გვიძია არიკავი გამოვედია. და რა გინდა რომ გამეღვიძებინა და მე თქო სამზარეულოში გავდივარ თქო? დიდი ხანია გვიძა. კი. და ფილმს უყურა, მე წიგნი წავიკითხე, ან მაინც ვერ დავიძინე. ის მინდა რომ დაულია იქნება ამან მაინც მიშრალს. ეგ რა არის? მას ფსიქოტროპოლია. იაკო მომიტანა იმ დროს მაგის დაქალს უშუალო და ვცდი იმას. რა ცდი, თაგო? ექიმის დანიშნულების გარეშე რო არ შეიძლება წამლის მიღება პირველად ისმის. ვიცი, გარეშე ექიმი ვარ. ვიყავ. მე მithumetes. შენ არ იცი, რა კოშმარია ეს უძილო. რა იცი ვარ ვიცი. აი. წამოდი რა. მორჩია მაგასებს. შეეშ. გუშინ რეზიმ შემომთავაზე სახლში დაგტოვებო და მეც არ მithქვამს რომ მანქანის ვიყავი. რაც ახლა უნდა გთხოვოთ ეს თქვენს მოვალეობებში არ შედის. მეგობრული თხოვნა. გისმენთ. არა ხარ შენ დამნაშავე და აქ ვერ გაგაჩერებთ. აი ძალიან სასოციოა, ძალიან. წესერად რომ გითხრა არ შეიძლება. მალე ხომ იცი რომ მიდი